თქვენ დამაყოლეთ 6 საათი, 6 თვე რომ ის ავატოფი ბავშვი მიმყავს და უშედეგოთ. რა ნახეს ამ ქართული ქარელიზე. სოსორესებაშვილიცა მომყვა 6 თვის წინ, აი ის ხალი ვარ მე. ხო, მე 6 თვეა მე მივდივარ ამ თქვენი გაყოფილებაში მოვდივარ და უშედეგოთ. ხან 65,000 ჩამოდის, ხან 70,000. ონკოლოგიურად დავადებული ბავშვი ყავს. ჯერ ახალწელი მითხარით, ახალწელსაც მობრძანდით, ხო მითხარით ეგ? მერე მითხარით ახალწელსაც მობრძანდით, მერე მითხარით ნოემბერში მობრძანდით. მე მაგ თქვენთან ისა რომ ჩემზე დაუცველ ოჯახი ვიღაცა აქვს და ჩემთან ახლა ისინი გაქვთ ქულები. გამაგებინეთ რა თუ დებილებს მიგზავნი იქა, ეგეც მითხარით, თუ ნორმალურ ხალხს მიგზავნი, ეგეც მითხარით. გამაგებინეთ კაცო. რაიმე პრეტენზია დეკლარაციასთან გააქვთ თქვენ რა? მაქვს, იმიტომ სარაცხის მანქანა და ეს მაცივარი ემხელა მძიმე ავატოფის სახში ყავდა. მაქვს პრობლემა. ხო გაქვთ. ფიზიკურად ხო. მე თქვენ მითხარით ეს არაფრის მაქნისი არა, მითხარით თქვენ ეგ. მე გითხარით რომ ეს ახალი პროგრამა რო იქნება, იმ ახალი მითხარით მე ბავშვის ფორმაცი მოგვიტანეთ ესეთი ამათ მოგიტანეთ ის ფორმაცი. რაში ხა შემოჯახეს სავსია? ხო. იმიტომ რომ ამ გითხრა ამ კაცმა რომ უბრალოდ რომ 3 თვე მოიცადე, 1 თვე მოიცადე, იმიტომ დაირღვა ის კორექცირება, იმიტომ დაირღვა. მე იძულებული ვარ რაღაცა სხვა მიმართო. გამაგებინეთ ის ბავშვი გუშინ ახლა მყავდა, ხო არ მაგლა მყავდა იმ თედეულთან მაგლა მყავდა. ჩამოვიყვან იმ ბავშვს და ეგ დაგისვამთ. რაც კიდე პასუხი გიაცეთ იმ ამათო ბავშვსა. რაღა გავაკეთო ან უშლეთი იმ ბავშვს არის, ან რაღა გავაკეთო ადამიანს. რა დამადეხი ამ ტელევიზიით და რა. და უარეს ვიზა. იმიტომ ის ბავშვი არის უკიდურეს შემთხვევაში. კი ბატონო. ექვსი თვე რაზე მაკოხინე, მაშინ მითხართ, წადი ანთბილისში, წადი ალბოსკოში, რაც მეუნელო და ხალბატონო, ხელმეორე დაიწყო ქულები ეხლა, ნუ ეს რაც მალაპარაკებ, თუ გიდა მობზანდი აგერ და გიპასუხებ ყველა კითხვაზე. მობზანდი ეს. და რა გამდევ ამ ტელევიზიით ვერ გავა. მე მეტი საშუალება აღარ მაქვს, ის ბავშვი კუდია. შემარგეუნები, ვისაც ეუნები კარგად ხო. მე მივედი მაგ ტელევიზიაში, იმიტომ უნდა გავაშუქო ის ბავშვი, აღარ შემიძლია ის ბავშვის კერა. ისა, ნონა მომეც პირადობა თქვენი არა არის. ემ სოციალურ გამო ბავშვი აღარ ვაფინანსებ, ახლა მძიმე ვანტყოფი ბავშვი. თუ კეცასაყვანი ბავშვი ყველაფერს ხელი მეშება სოციალურის გამო. თქვენი კაპიკებს სულ აღარ მეძებ. ანუ ხელფასი არ გიფიქსირდებათ, შემოსავალი კერძო საქმიანობიდან მეუნებით არ მაქვსო. მეუნებით სოციალური პაკეტი, სახელმწიფო კომპენსაცია, სტიპენდია, ალიმენტი, დევნილი შემწეობა და ასე შემდეგ არც ერთი არ გაქვთ. ნუ არ ფიქსირდება. სიგარეტს არავინ არ ეწევა ოჯახში. მეუნებით რომ სასოფლო სამეურნეო პროდუქტებიდან და მათი გაყიდვიდან შემოსავალი მთელი წლის მანძილზეო დაახლოებით ავიღე 400 ლარიო. ასეა? თელი სოფელი მაწეს მაგაზე ხეს. გასაგები, ანუ რაც წერია მე იმას ვკითხულობ. ქონების გაქირავი გაყიდვიდან და ასე შემდეგ მეუნებით რომ 550 ლარი ავიღე, ესეც მთელი წლის მანძილზეო. ანუ მეთანხმებით, ხო? დანარჩენი ფულადი დახმარება საქართველოში მცხოვრები ნათესავებისა და მეგობრებისგან მეუნებით არაფერი მაქვსო. ასევე საზღვარგარეთი მცხოვრები ნათესავებისგან არაფერი არ მაქვს დახმარება. ასეა? მე ხეხილის ბაღი მაქვსო 15 მიასედიო და ეზოში ქონია პატარა ბოსტნეული. სხვა არაფერი არ მაქვსო. ერთი ეხლა აქ ჩამოვიდეთ. ყოლიათ 6 ქათამი. დიახ. სინამდვილეა? თუ რაიმეს არასწორად ვიტყვი, გამოჩერეთ შეგვიძლია. რაც შეეხება ეხლა ოჯახის ქონებას, ყველაფერი გიფიქსირდებათ ნული, ერთი გაქვთ მაცივარი და გაქვთ სარეცხის მანქანა. ასეა? დიახ. გაზი არა გაქვთ, წელიწადში დენი გადახდილი გაქვთ დაახლოებით 120 ლარი. დიახ. მე აქ მეუნება აგენტი რომ ნახა რომ იატაკის საფარის საჭიროებს რემონტს, ნუ რაღაცა დაზიანებები აკეთებდა იატაკს. დიახ. ანაჩინი ახლა წერია რომ ნაკლებად საინტერესო ბილის პასტა, შამპუნი, სარეცხის საპონი და სარეცხის საშუალებები ნუ ქონდა სახში. აქ რაიმე არის უზუსტობა?
ხო და გამაგებინეთ მე 6 თვე რათ მაკოლგინებენ ემ ქულების ეს მაღალი ქულები ჩვენ რა ეხლა მომიძინე თქვენ იყავით შემოწმებული ჩამოგივიდათ მაღალი ქულა მოხდით გითხარით რომ ბავშვი არის ასეთ მდგომარეობაში იმ ბავშვზე მაქვს პრობლემა ერთი წუთი რა დავამთავრე რა შემეკითხეთ ხო უნდა გაგცეთ პასუხი ანუ მითხარით რომ არის ეს მდგომარეობა მე გითხარით რომ წარმოადგინეთ ფორმასი რის საფუძველზეც ხელმეორედ მოხდა თქვენი გადამოწმება ხელმეორედ გადამოწმების შემდეგ ჩამოგივიდა 61000 ქულა ანუ რაც ითვალისწინებს უფასო სამედიცინო პოლიცია და არ ითვალისწინებს ქულა დახმარებას რატო მე მაგაზე ვჩვე რატო ამის შესახლის წინ მანქანებიც აყავ ტრაქტორებიც აყავ 400 ერთი წუთი რა 40 გექტარი ბაღებიც აქვს შენი მოვალეობა რაც არის მე იმაზე უნდა გიპასუხო და არა დაუშვათ სხვაგან რა ხდება ხო ეს ბავშვი მე პასუხობთ რომ აი ამ მონაცემებით რასაც ქვია სიღარიბის ზღვარს მიღმა პროგრამა აი ამ პროგრამით დაითვალა თქვენი მონაცემები და მოგენიჭათ ეს ქულა ეხლა რატო მოგენიჭათ რისთვის მოგენიჭათ ამას გიხსნით სხვა მეზობელს თუ ვინმეს და რაიმე პრეტენზია გააქვთ შესაბამისად შეგიძლიათ დაგვიწეროთ ეს იქნება კონფიდენციალური ამას ვერ ეს იქნება კონფიდენციალური და ამას ვერავინ ვერ გაიგებს თუ ვინმეზე მიგაჩნიათ ისე რომ არასწორად აქვს მას დანიშნული თანხა თუ პოლიცია შესაბამისად თქვენი წერილის საფუძველზე გადავამოწმოთ სადაც თქვენი ვინაობა არ გამშხამდება სხვა რა გაინტერესებთ აი ამ ბავშვს უკვე გვეშლება ხელი ჩვენ ვერცად ვეღარ მიყვარს ვის მივმართო მაშინ ამ ბავშვის ავანტყოფობა რომ მე სოციალურ ნახდათ მეკუთვნა რა ხია რომ ვერცად ვერ მიკრავთ აღარაფერ საშუალება არ მაქვს ეს ბავშვი რომ მე ხლა იაშვით მიგეს აყვანი მაგრამ მე სოციალურზე ვიყავ დამოკიდებული სოციალურიც მომიხსენით და რა ეს მკურნალობა ამ ბავშვისა ხო არის უფასო რითი წავიყავ მე იმ სოციალურ თავს აგერბოდი ბავშვთან მიმყავდა მომყავდა იმაზე ვიყავ მე დამოკიდებული სხვა არაფერ საშუალება ჩვენ არ გაგვაჩნია გასაგებია ბავშვის მკურნალობა ხალბატონო კიდევ ერთხელ გიხსნით არის უფასო რაშიც არ იხდით თანხას ხო არ იხდი მაგრამ მეც იმას მოვიხსენე ესენ ძიმე ის არის სიღარიბის ღვარს მისული ოჯახი და რაშია ჩემი ოჯახი და მე გამარკვენ მაშინ სად მიმართო მითხარო მე არ შემიძლია გიკოპერიზე და ფაქ მიმართე მომართეთ აგერ ერთხელ არ იყო ბავშვის ეს თვია მე არ დაგგვეცი არ იყო ბავშვის ავადმყოფობა შეტანილი ამ ბავშვს აქ სიცოცხლის საშიში დავადება წარმოადგინეთ ფორმასი შევიტანეთ ეს ფორმასი და გადამოწმდით ხელახლა რაზეც ჩამოგივიდა 61 ქულა მაშინ ვის მიმართოთ თქვენ ესე იგი აქ არ შეგიძლიათ არაფერი გაკეთება და მასე არა მეტი ჩვენი მოვალეობა ხალბატონო კიდევ ერთხელ გიხსნით თქვენ რა შემოიტანთ განაცხად ჩვენთან ჩვენი მოვალეობა რომ იმ ვადებში რასაც გვეუბნება სახელმწიფო კანონი იმ ვადებში უნდა მოვიდეს აგენტი შეისწავლოს ობიექტურად სულ ყველაფერი ეხლა რაც წაგიკითხეთ და თუ რაიმე კიდევ ერთხელ გიმეორებ თუ რამე შეარეთ ახლები ეს სხვა საქმეა და მითხარით ანუ დეკლარაციაში რაც არის ჩამონათვალი და რა კითხვარიც არის ყველა კითხვაზე პასუხია გაცემული და რასაც მიდასტურებთ თქვენ რომ ეს ასია სხვა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ახლა არ ვიცი ჩვენი მოვალეობა ეს არის სარიცხის მანქანა რო შეიძინა მას შემდეგ მოუხსენე გასაგებია ეს არ არის ხალბატონო სარიცხის მანქანაზე დამოკიდებული და ასე შემდეგ და იმაზე არის სახელმწიფო პროგრამები რომელიც დაუშვათ დღეს რაღაცა კრიტერიუმით ფასდება ოჯახი მუდმივი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის სხვა პროგრამით შეფასდება სხვა პროგრამით შესაბამისად ახლა გიხსნით იმასაც რომ სამომავლოდ არის გათვალისწინებული რომ ეს პროგრამა უნდა შეიცვალოს სადაც ეს საყოფაცხოვრებო ნივთები აღარ დაფიქსირდება უბრალოდ ჩვენც ამას ველოდებით როცა გვეტყვიან მაშინ მოგცემენ შესაბამის განკარგულებას შესაბამის ფორმებს და შევავსებთ იმას ველოდებით მაშინ მითხარით რომ ჩვენ აქ არ შეგვიძლია წადი თბილისში წადი მოსკოვში წადი მითხარით მაშინ წავადა ვეთქვი რომ მე გორიდანა ვარ არაფერს პასუხი არ მაძლევენ გორი და მე მოვედი თქვენთან მაშინ მივიხარ ეს პასუხია თქვენ თუთვლით რომ მე პასუხი არ გაგეცით ეს თქვენი პრობლემაა და აგერ მისმეს ეს ხალხი დანარჩენი ჩვენზე რაც არ დამ კი ბატონო რომ მოხდით თქვენ არ იყავ ეს ბავშვის დავადება არ იყო შეტანილი გითხარით რა უნდა გაგეკეთებინა წარმოადგინეთ ფორმასი ხელახლა გადამოწმოთ ქულის დათვლა სჭირდება მინიმუმი 1 თვე 1 თვის თავზე როცა დეკლარაცია შეავსებენ 1 თვის შემდეგ გამოჩნდება ქულა ეს არ არის ჩემზე დამოკიდებული ეს არის სახელმწიფო ეხლა ამ ბავშვს მიმართ აი სად მივმართო მე ხელი მეშლება ამის დაფინანსებაში გვეუბნებიანო უნდა ქონის დაფინანსებაში ხალბატონო ამ ბავშვის
მკურნალობაში თქვენ თანხას არ იხდით, ხო? თანხას არ უნდა ჩვენ 17000 ევრო გჭირდება. რა, საზღვარგარეთ რო საზოგადოება მომკითხეს იმაში სამინისტროში რომ თქვენ უნდა იყეთ სოციალურად დაუცველები რომ სოციალურად დაუცველი ქალბატონო ბრძანდებით. 57000 ქულიანი მოგთხოვეს. სოციალურად დაუცველი ითვლება 70000 ქულის ქვემოთ, რომელიც გააქვთ თქვენ. ხო და ჩვენ გვეუბნებიან ფასიანი რაც არის, ფასიანი. რომ თქვენ დაბალი ქულები როგორ გქნებათ 57000 ქულა რო გქონდათ ისევ იმას ამ თხოვენ რომ ეს ბავშვი 70% მაინც დაუფიქროთ. ამას თქვენ ეხლა ტყვის მეუნებით, ამას თქვენ არავინ თქვენ გეუნებიან, მოიტანეთ საბუთი რომ თქვენ ხართ სოციალურად დაუცველი. მივიტანეთ 700000, მივიტანეთ რა. ამ საბუთს ნებისმიერ დროს სულ ჭირდება 1 წუთი მოგცემთ მაგას. მაგრამ ის რომ თქვენ რას ითხოვთ რომ მე ამ ქულებზე მომეცეს თანხაო, ამ ქულებზე თანხა არ გაიცემა. ხო და თანხა სოციალურად დაუცველი თანხა არ გაიცემა. მე შეიძლება მაგაში მე შეიძლება ხელი ზუსტად. გავიგე კიდევ მე მგონი გასაგებად სუყლას ოჯახში შეამოწმეთ მაშინა ჩემ ოჯახში შეამოწმეთ იმ ჩემ უბანში სუყლას შეამოწმეთ და მე გაიგებთ თუ ვინმეზე რაიმე სუყლაზე ვითხოვ მე სუყლას შემოწმეთ არა სუყლაზე ითხოვთ ესე სიტყვიერად არა დაგვიწერეთ ამას ვერავინ ვერ გაიგებს თქვენს გარდა რომელ ოჯახებზეც გააქვთ რაიმე ეჭვირო მე ხო ნერვებში მანქანა არ აყავ ტრაქტორი არ აყავ ესე მძიმე ამატყობი ჩემ ფაციდან თან არ მოგცემენ გულო შენა და იმასა აი სახლი გიდგეს სახლი წაიღო სუყლა წაიღოს ისახლი მე არ მჭირდება ეს ბავშვი თუ კი სახლთან დაკავშირებითაც აგიხსენებთ რავი რა წერე იმ სახლზე ისიც არ ვიცი რა გითხარით რომ იატაკი არის ნაწილობრივ დაზიანებული და შეკეთება საჭიროებსო ხო მაშინ ესე სიზინებელი შეგამდე რა ჩამოდის მაღალი ქულა ვითხოვდა პასუხს ვერ ამცირე რა ჩამოდის ეს არის პროგრამა ხო ეს არის პროგრამა. და ითვლება ამ პროგრამით. ისევე ითვლება თქვენი, ჩემი, იმ ადამიანის იმისი და ყველასე, ხო? ის არ უნდა გაგეთვალისწინებინათ, რომ საზღვრისპირა სოფელია ეს კოშკა? წერია ხალბატონო, მისამართი წერია, ხო? ის რომ იქ დეკლარაციაში იწერებოდეს ხელით ხო არ მივაწერ. ანუ რაც არის კითხვარი, იმ კითხვას პასუხობ მე. ჩემი თანამშრომელი. იქ არ წერია რომ აქ მიანიშნე რომ ეს არის საზღვართან ახლოს. არ არის ეგ საკითხი. ეს არ დგა იქ ცალკე გრაფად გამოყოფილ. ამას ხელით ხო ვერ მივაწერთ არა? ანუ აქ უნდა შევიტანოთ ის ხელით შევსებული დეკლარაცია უნდა შევიტანოთ აქ. სად შევიტანო? რას ვიდა მეძლებრივად უნდა ჩამოყარო ბავშვი ექონა დავსვა. მე აღარაფის საშუალება არ მაქვს. თბილისში წაყვანი ბავშვი აღარ მიყვამს. გვითხოვენ თბილისში ჩამოიყვანე. რითი წაიყვანო ბავშვი აღარაფის საშუალება არ მაქვს.